ლაშა ცეცხლი ოლიგარქიას ხაშურში ოცნების წარმომადგენლებს ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილს მოქალაქე საპროტესტო შეძახილებით დახვდა. რეგიონში დღეს ხაშურ ქალაქობას აღნიშნავენ, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 88,192 ლარი უჯდება. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ცეცხლი ოლიგარქიას რუსებო ასფში ყოფილი ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის ინფორმაციით დანაშაულის მოტივი შერიგებაზე ქალის უარი გახდა. ბრალდებულმა ზურაბ ბურდულმა დღეს დუმილის უფლება გამოიყენა. მოლდოვის საარჩევნო ინფრასტრუქტურა არჩევნების დღესაც კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა. პრემიერ-მინისტრის დორინ რეჩანის განცხადებით სამიზნე ცესკო და საზღვარგარეთ მდებარე რამდენიმე უბანი იყო. მისივე თქმით, ყველა თავდასხმა გაანეიტრალეს. ინდოეთში ტამილანდის შტატში ჭყლეტის შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. შემთხვევა ერთ-ერთი პოლიტიკოსის საარჩევნო შეხვედრაზე მოხდა. დაღუპულებს შორის 6 ბავშვია.